ბოლო დღეებში MMA-ის სამყაროში ნამდვილი ბუმია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე უკავშირდება სწორედ ჩვენს ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს. მერაბმა კიდევ ერთხელ ყველას გააოცა, როცა დანა ვაიტს პირდაპირ სთხოვა. მინდა მეოთხედას დავიცვა ჩემი ადგილი წელს. არ მინდა გავჩერდე. ეს ბიჭი, რომელსაც ყველად მეშინად იცნობს, არც ერთ წამს არ ჩერდება. და ვაიტმაც უთხრა დიახ. შედეგი ოფიციალურად დადასტურდა ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანს შორის, რომელიც გაიმართება 6 დეკემბერს UFC 323-ზე. მერაბი და იანი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს 2023 წლის მარტში. მაშინ მერაბმა სრულად დომინანტურად იჩხუბა. თითქოს დინამო მანქანა მუშაობდა შეუჩერებლად. ყველა რაუნდი მისი იყო. პიოტრ იანი კი თითქოს ფერმკრთალი ჩრდილი იყო იმ მებრძოლის, ვინც ოდესღაც ქამარზე იდგა. სწორედ ის ბრძოლა გახდა იანისთვის მძიმე მარცხი, რის შემდეგაც რუსმა ცოტახნით პაუზა აიღო, რათა ფორმა დაებრუნებინა. მაგრამ მერაბი სხვა კატეგორიის ფენომენია. 14 გამარჯვება ზედიზედი ეს უკვე ისტორიის ნაწილია. და თუ ახლა დაამატებს კიდევ ერთს, უკვე მეოთხე გამარჯვებას იმავე კალენდარულ წელს, ის არა მხოლოდ წლის მებრძოლად შეიძლება დასახელდეს, არამედ რეალურად გაიმყაროს ადგილი pound for pound სიაში საუკეთესოების შორის. მართალია, როცა ამბობენ pound for pound საუკეთესო მებრძოლია ის, ვინც ყველაფერს აკეთებს სრულყოფილად. ზოგს შეიძლება ახსენდეს ისლამ მახაჩევი ან ილია თოფურია. მაგრამ თუ მხოლოდ დამსახურებებს და შედეგებს შევხედავთ, მერაბ დვალიშვილი ამ წუთას აშკარად იმსახურებს ამ სტატუსს. მისი ბოლო ბრძოლა ქორი სენდიეგენთან იყო ნამდვილი ოსტატობის შოუ. მერაბმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მთავარი იარაღი, შეუჩერებელი ტემპი, დაუღალავი წნეხი და ენერგია, რომელიც თითქოს არასოდეს იწურება. ის არ იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის, ის იბრძვის იდეისთვის, რომ სოფლიომ დაინახოს, როგორ შეიძლება ერთი უბრალო ბიჭი საქართველოდან იქცეს გლობალურ სიმბოლოდ. პიოტრ იანი, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას 100 არ დაუტოვებს. რუსი ყოფილი ჩემპიონი დიდი ხანია ცდილობს დაბრუნებას. მისთვის მერაბთან მეორე ბრძოლა შანსია. შანსი დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია იმ მაღალი კლასის დონეზე ბრძოლა, რაც ოდესღაც ჰქონდა ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლის წინ. მაგრამ ბევრმა ექსპერტმა უკვე აღნიშნა, მერაბი სხვა ტიპის მოწინააღმდეგეა. მას ვერ გააჩერებ ერთი დარტყმით, ვერ ამოაგდებ რიტმიდან ერთი ტაქტიკით. ის მოდის, გიჭერს ფეხს, გაჩერების საშუალებას არ გაძლევდა, მთელი ბრძოლის განმავლობაში ხდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ცარიელს. ბევრს გონია, რომ ასეთი სტილი არ არის სილამაზით სავსე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მერაბის შრომა და ტემპი ნებისმიერი მაღალი კლასის მებრძოლისთვის კოშმარია. UFC-ის საზოგადოება ამას ხედავს. უცხოელი ჟურნალისტები უკვე წერენ, რომ მერაბმა თავისი გამძლეობითა და დავგანწერილობით მოიგო გულშემატკივრებთა პატივსცემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. და სწორედ ამიტომაც მისი ყოველი გამოსვლა აღიქმება როგორც განსაკუთრებული მოვლენა. თუ მერაბი დეკემბერში დაამარცხებს პიოტრ იანს მეორედ, ეს იქნება მისი მე-15 გამარჯვება ზედიზედი. რეკორდული სერია ბანტამწონში. და ამით ის რეალურად შევა იმ კატეგორიაში, სადაც უკვე იდგნენ ისეთი სახელები, როგორებიც არიან ხაბიბ ნურმაგომედოვი, ამანდა ნუნესი და ჯონ ჯონსი. მოკლედ რომ თქვათ, დეკემბერში ჩვენ არ უყურებთ უბრალო ბრძოლას ორი მებრძოლის შორის. ჩვენ უყურებთ გზას, რომელსაც მერაბი ადგებს უდიდესი მიზნისთვის. გახდას პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში. და თუ ასე გაგრძელდა დეკემბერში, ეს ოცნება უკვე რეალობად შეიძლება იქცეს. მერაბ დვალიშვილი დღეს უკვე არაუბრალოდ მებრძოლია. ის გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომამ და რწმენამ გადააჭარბოს ნიჭს. ბევრი ამბობს, რომ მერაბი არ არის ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი ფაიტერი, მაგრამ სწორედ ეს არის მისი უნიკალურობა. ის არასდროს ნებდება. ის არ იყრდნობა მხოლოდ ინსტინქტებს ან გამორჩეულ დარტყმებს. ის მუშაობს როგორც მექანიკური ძალა, როგორც ბრუნვაში მოყვანილი ძრავი, რომელსაც არაფერი აჩერებს. ის ყოველდღე იღვიძებს ერთი აზრით: იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ იყო. და ეს მისი ფილოსოფიაა. სწორედ ამ გზამ მიიყვანა იქ, სადაც ახლა. მისი კარიერა UFC-ში დაიწყო უხმაუროდ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა მასზე დიდი სახელი დაიმორჩილა. ჯერ მარლონ მორაესი, მერე ხოსე ალდო, შემდეგ პიოტრ იანი და ბოლოს კორი სენდიაგენი. სანამ მერაბი ჯებირებს ამტვრევდა, პიოტრ იანი სრულიად საპირისპირო გზით მიდიოდა. ოდესღაც მსოფლიოს ჩემპიონი, მებრძოლი, რომელსაც ყველა ერიდებოდა, ახლა თითქოს დაკარგულია. მისი დაცემა დაიწყო ალჯამეინ სტერლინგთან პირველი მარცხის შემდეგ. იმ საბედისწერო დისკვალიფიკაციამ ფსიქოლოგიურად გაანადგურა იანი. შემდეგ იყო კიდევ ერთი წაგება, ამჯერად მერაბთან, სადაც ყველამ დაინახა, რომ რუსი ფიზიკურად ვერ უძლებდა იმ ტემპს, რასაც ქართველი მანქანა აყენებდა. იმ დღეს მერაბი არ ჩხუბობდა მხოლოდ ქულებისთვის, ის იბრძოდა ქვეყნისთვის.
მის თვალებში ის ცეცხლი იყო, რაც მხოლოდ მაშინ ჩდება, როცა გულში პატრიოტიზმი გიდგას ბენზინის ადგილას. მან მთელი ბრძოლის განმავლობაში არ მისცა იანმა შანსი ამოისუნთქოს. დარტყმის შემდეგ შეტევა, შეტევის შემდეგ ჩაჭერა, შემდეგ კლინჩი, შემდეგ ტეიქდაუნი და ყველაფერი თავიდან. ეს იყო კლასიკური მერაბ სტაილ. ამის შემდეგ იანის სცადა დაბრუნება, მაგრამ ვერაფერი გამოვიდა. ახლა ის კვლავ ეცდება რევანშის, თუმცა ბევრმა ანალიტიკოსმა უკვე თქვა, რომ ეს მისთვის შეიძლება იყოს ბოლო შანსი ტოპ დონეზე დარჩენისა. თუ მერაბი მეორედ დაამარცხებს მას, იანმა ალბათ კარიერის გაგრძელებაზე უნდა იფიქროს სხვა ლიგაში ან ევროპულ ტურნეებში. მერაბის წარმატება კი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ამბავი, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება. მისი ყოველი გამოსვლა ემოციით ტივტივებს საქართველოში, სადაც ახალგაზრდები დარბიან დარბაზებში და ამბობენ, მინდა ვიყო როგორც მერაბი. და ეს გავლენა გაცილებით დიდია ვიდრე უბრალო სპორტული მიღწევა. მერაბი გახდა იმ თაობის მაგალითი, რომელიც ნდობით უყურებს საკუთარ ძალას, თუნდაც მთელი სისტემა წინააღმდეგი იყოს. UFC-ს ანალიტიკოსები ამას კარგად ხედავენ. დენა უაიტმა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, ეს ბიჭი ნამდვილი ქარხანაა, ყველაზე აქტიური მებრძოლი ჩემს კედულში და მართლაც ვინ ახერხებს 4 ბრძოლას ერთ წელიწადში იმ დონის მოწინააღმდეგეებთან, სადაც თითოეული არის ელიტა? არავინ. თუმცა ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. მერაბის სტილი ძალზე ენერგოინტენსიურია. ის პრაქტიკულად მთელი ბრძოლა მოძრაობაშია და სწორედ ამიტომაც ბევრი ამბობს, რომ მისი ხანგრძლივი კარიერა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა სხეულის დაცვას გადატვირთვისგან. მაგრამ მერაბი უკვე ამაზე ფიქრობს. მისი გუნდი, რეი ლონგო და მეცერა, ყურადღებით აკონტროლებენ დატვირთვებს. მერაბი ხშირად ამბობს, მე არ ვარ მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი, მე ვარ ფსიქოლოგიურად დაუღალავი. ეს ფსიქოლოგიური მდგრადობა ის არის, რაც პიოტრ იანის აკლია ახლა. როცა ის წააგო მერაბთან ინტერვიუში თქვა, ვიგრძენი თითქოს მთელი დრო ვცდილობდი გაქცევას წვიმისგან, მაგრამ წვიმა არასოდეს ვწყვეტდა. ეს სიტყვები ზუსტად აღწერენ მერაბის სტილს, ტაქტიკურად მარტივი, მაგრამ ემოციურად გამანადგურებელი. და ახლა, როცა დეკემბერი ახლოვდება, ყველა ელოდება ამ მატჩის მეორე თავგადასავალს. მერაბი არ ამბობს დიდ სიტყვებს, არ აძლევს ხმაურის განცხადებებს. უბრალოდ ამბობს, მე ისევ გავაკეთებ ჩემს საქმეს. და ყველა მიცის რას ნიშნავს ეს. იგივე დაუღალავი წნეხი, იგივე დაუნდებელი რიტმი, იგივე ქართული სული, რომელიც მტერის სუნთქვასაც კი აჩერებს. თუ მერაბი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თამის უპირატესობას, მისი შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ჩემპიონობის ბრძოლა. დანა უაიტას კი აღარ დარჩება მიზეზი, რომ დაუყოვნებლივ არ მიენიჭოს მას ტიტულის შანსი. და ამ დროს ჩვენ, ყველანი ქართველი გულშემატკივრები, ისე ვიგრძნობთ იმ სიამაყეს, როცა ოქტაგონში ქართული დროშა მაღლა აფრიალდება. მერაბ დვალიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქართველი გმირი, ის იქცა გლობალურ ფიგურად, რომელსაც პატივს სცემენ ყველგან, სადაც MMA-ს უყურებენ. ამერიკულ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ მერაბი გახდა ახალი სახე მებრძოლის შრომის მყარეობის იდეალისა. მისი ენერგია, დამოკიდებულება და თავმდაბლობა ქმნის იმ სახეს, რომელიც UFC-ში ძალიან იშვიათია. მებრძოლი, რომელიც ვერ იტანს ხმაურიან მარკეტინგს, მაგრამ ხალხი მაინც ვერ წყვეტს მისზე საუბარს. როცა მერაბი ოქტაგონში შედის, იქ ჩდება რაღაც განსაკუთრებული. სიმშვიდე და აგრესია ერთდროულად. ის თითქოს იღიმება, მაგრამ ამ ღიმილის უკან არის ის დაუნდობელი ძალა, რომელმაც პიოტრ იანი ფსიქოლოგიურად დაამტვრია. რუსი მებრძოლი უკვე რამდენიმეჯერ სცადა იმ ფორმის დაბრუნება, რაც ჰქონდა ჩემპიონობის წლებში, მაგრამ ჩანს, რომ ვერ ახერხებს. მისი დაცემა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ეს არის ემოციური და ფსიქოლოგიური დაღმასვლა. იანმა იმდენი დრო გაატარა იმაზე ფიქრში, რომ დაკარგა ქამარი უსამართლოდ, რომ ამ პროცესში დაკარგა მთავარი, საკუთარი სიმშვიდე. მერაბთან ბრძოლა სწორედ ამ წერტილზე დაეცა, როცა ერთი ადამიანი იბრძოდა შურისძიებისთვის, მეორე იდეისთვის. ეს განსხვავება იყო გადამწყვეტი. მერაბი არ იყო მხოლოდ მოწინააღმდეგე, ის იყო ცოცხალი სიმბოლო იმისა, რომ სპორტი როგორც ბრძოლა იწყება გულში და როცა გულით იბრძვის, შენი სხეული მხოლოდ იარაღია, რომელიც მიზანს ემსახურება. ბოლო თვეებში ბევრი ცნობილი ანალიტიკოსი საუბრობს მერაბზე როგორც მომავალ ჩემპიონზე. ჩეილსონერმა პირდაპირ თქვა, თუ მერაბი ამ ტემპით გააგრძელებს და თავი არ დაიზიანა, არავინ გააჩერებს მას 135 ფუნტზე. ის არის სუფთა მაგალითი იმისა, რომ შრომა ტალანტზე მნიშვნელოვანია. დომინიკ კრუზმაც აღნიშნა, რომ მერაბის სტილი გახდა გამოწვევა ყველა ტოპ მებრძოლისთვის. მათ უბრალოდ არ იციან როგორ მოემზადონ მისთვის. შენ ვერ ივარჯიშებ იმისთვის, რომ მოემზადო მერაბის ტემპისთვის, თქვა კრუზმა. შენ ან გაქვს ის გამძლეობა, ან არა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მერაბი უკვე იქაა, სადაც UFC ქმნის ახალი ეპოქის სახელებს. მისი ყოველი ბრძოლა უკვე ისტორიის ნაწილია, რადგან ის ცვლის თამაშის წესებს.
მან დაამტკიცა, რომ საჭირო არ არის ლამაზი დარტყმები ან საოცარი ნოკაუტები, რათა იყო ხალხის რჩეული. საჭიროა დაუღალავი გული და მერაბს სწორედ ეს აქვს. პიოტრ იანი კი დღეს იმ მდგომარეობაშია, როცა ყოველი მარცხი უფრო მძიმეა ვიდრე წინა. რუსი მედია ცდილობს მისი იმიჯის შენარჩუნებას, მაგრამ ყველა მიცის, იანი აღარ არის ის ცივი, გამოთვლილი მებრძოლი, რომელიც ოდესღაც ყველგან დომინირებდა. მას აკლია შინაგანი მტკიცე, რასაც მერაბი სავსებით ფლობს. თუ ის ვერ მოიგებს დეკემბერში, ალბათ ეს იქნება მისი ბოლო შანსი ტოპ 5-ში დარჩენა და მერაბის შემთხვევაში კი პირიქით, ეს ბრძოლა არის ბერკეტი, რომ საბოლოოდ მივიდეს ტიტულამდე. მისი მიზანი ყოველთვის იყო ერთი: არ გაჩერდეს მანამდე, სანამ არ მიიღებს შანსს ქამარზე. და როგორც თავად ამბობს, მე არ ვჩხუბობ ფულისთვის, მე ვჩხუბობ იმისთვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ შეუძლებელი შესაძლებელია. ეს სიტყვები დღეს მთელ მსოფლიოში ცირკულირებს. საქართველოს სახელის გაჟღერება არა მხოლოდ ოქტაგონის შიგნით, არამედ გარეთაც, ეს უკვე მერაბის დამსახურებაა. მას მოყვა თაობა ახალგაზრდების, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ შეუძლებელი უბრალოდ დროებითი ბარიერია და ეს უკვე სპორტზე მეტია, ეს კულტურული ფენომენია. ასე რომ, როცა 6 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ყველავ შეხვდებიან ერთმანეთს, ეს არ იქნება მხოლოდ ბრძოლა ორ მებრძოლის შორის, ეს იქნება იდეის შეჯახი, დარწმუნება შურისძიების წინააღმდეგ, შრომა ამბიციის წინააღმდეგ და როგორც ისტორიას დაუჯერებთ, მერაბის დარწმუნება ყოველთვის იმარჯვებს.